გამარჯობა. ჩვენ არხზე სამ მაყურებელს კომენტარში მცდელობა ჰქონდა ეჭვი შეეტანა იმაში, რომ გრაგლიანი გორაზე აღმოჩენილი დამწერლობითი არტეფაქტები თითქოს არ იყო ჩვენი გაშიფრული. შობს თავი დაანებოთ პროვოკატორობას. სანამ აქ ვიდეოების დადებას დავიწყებდით, ჩვენს მიერ გაშიფრული უძველესი ტექსტებისას მანამდე თითქმის ყველა ქართულ შესაბამის დაწესებულებასა და სამეცნიერო წრების წარმომადგენლებს მივმართეთ. დარეგისტრირებულია ჩვენი კვლევები ამ დაწესებულებებში. დავიწყოთ. გრაგლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტებიდან პირველი გავშიფრეთ საკურთხევლის წარწერა და სტელა. მუშაობა დავასრულეთ 22 წლის 9 აგვისტოს. უკვე ვიცოდით რა ეწერა საკურთხევლის წარწერაზე და სტელაზეც. ამ მასალებს თავი ერთად მოვუყარეთ. 22 წლის აგვისტოს 21-ში დავასრულეთ კვლევის დაწერა და განმათავსეთ ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე, სადაც ფიქსირდება თარიღი და დრო. ანუ 22 წლის 29 აგვისტოს 15 საათი 29 წუთი და 02 წამი. ამით თავი დავიზღვიეთ იმისაგან, რომ არავის მიეთვისებინა ჩვენი გაშიფრული მასალები. ამის გარდა კვლევას მივეცით საჭირო ელექტრონული ვერსიის სახე. შევავსეთ არგუმენტებითა და ფაქტებით და დავიწყეთ ყველა შესაბამისი დაწესებულებისა და მეცნიერის ინფორმირება. პირველი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 22 წლის 28 აგვისტოს. აქვე გავუწყებთ, რომ ყველა გაგზავნილი წერილი და პასუხები ინახება ჩვენთან ელექტრონული და მატერიალური სახით. ჩვენი წერილი გამარჯობა. გიგზავნით კვლევას, თუ თქვენ შეძლებთ მის გაცნობას, მადლობელი დაგრჩებით. პატივისცემით ჩვენი სახელი და გვარი. მათ იმავე რიცხვში გვიპასუხეს, მოგწერეს. გიგზავნით განცხადების ფორმას და წარმოადგენთ ხელმოწერილი განცხადება. დაურთეთ დანართი და ისე გამოგვიგზავნეთ. მარტო კვლევა განცხადების გარეშე არ გატარდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ჩვენ ბოდიში მოვიხადეთ და ყველა დოკუმენტაცია გავაგზავნეთ. გვინდა აქვე გამოვხატოთ. მადლობა მათ მიმართ. ამის შემდეგ 6 სექტემბერს ეს კვლევა გაუგზავნეთ არქეოლოგ ბატონ ზურაბს. მის გარეშე გვარის დასახელებისაგან თავს შევიკავებთ, რომელიც ახლობლებმა გაგვაცნეს. მან ვიპასუხა: მე არ ვარ დამწერლობის სპეციალისტი და შესაბამისად მოკლებული ვარ შესაძლებლობას რაიმე მოსაზრება მქონდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ერთი რაც შეიძლება თქვენს კვლევას გადაუგზავნი გრაგლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელს ვახტანგ ლიჩეს. წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით ზურა. გავიგეთ რა გრაგლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელის სახელი მასთან დაკავშირება თავადაც ვცადეთ. ის აღმოჩნდა უაღრესად გულისხმიერი ადამიანი. მისი პასუხი: მოგესალმებით, მადლობა ჩემი შრომის დაფასებისთვის. აუცილებლად გავეცნობთ თქვენს გამოკვლევებს, თუმცა მე მოგეხსენებათ არქეოლოგი ვარ და არა ეპიგრაფისტი. პატივისცემით ვულიჩელი. ამის შემდეგ კვლევების გაგზავნა დავიწყეთ უნივერსიტეტებში, ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის 22 წლის 16 სექტემბერი. შემდეგ იყო თელავის, ახალქალაქის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის და ასე შემდეგ რეგიონალური უნივერსიტეტები. შემდეგ იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდი. მათაც უღრმესი მადლობა. ეს იყო 18 სექტემბერი 22 წელი. შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. მათი პასუხი: მოგესალმებით, ჩვენთან აკადემიაში მაგ საკითხზე მომუშავე და კომპეტენტური პირი ნაკლებად მოიძიება. ეგ საკითხი უფრო მეტად დაინტერესებს პროფესორ ბატონ ვახტანგ ლიჩეს, რომელიც უშუალოდ მუშაობს მაგ თემაზე და არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებს. ამიტომ მე მოგცემთ მის კოორდინატებს და მას დაუკავშირდით. მოგცეს პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ტელეფონი, თუმცა ჩვენ უკვე მას დაკავშირებული ვიყავით. მეცნიერებათა აკადემიის ადმინისტრაციას გვინდა ასევე მადლობა გადაუხადოთ და პატივისცემა გამოვხატოთ მათ მიმართ. შემდეგი იყო ენათ მეცნიერი ქალბატონი ინგა. ეს იყო 22 წლის 25 სექტემბერი და ვთხოვეთ ჩვენი კვლევის რეცენზირება. მისი პასუხია ამონარიდი. ბატონ ვახტანგ ლიჩეს პირადად ვიცნობ. მან არაერთხელ შემომთავაზა გრაგლიან გორაზე აღმოჩენილი გრაფიკული ნიშნები მენახა და რაიმე დამეწერა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თავი
ავარიდე საქმეს, რომელიც სკულპტურიზულ მუშაობას მოითხოვს, როგორც გრაფიკული, ისე ფონეტიკური თვალსაზრისით. მიზეზი კი ის ერთადერთი რამ იყო, მე პალეოგრაფი არ ვარ და ამ სახის პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ვერ გავიღე. მაგალითად, ამჟამად ქართული ენის სახელმძღვანელოზე მუშაობ. ფიქრობ, რომ ქალბატონი დარეჯანი ან ქალბატონი ლელა გაცილებით კომპეტენტურ დახმარებას გაგიწევენ. ისინი მუშაობენ ძველ ქართულში და ხელნაწერთა მცოდნეობაში. მადლობა ასევე ქალბატონ ინგას. შემდეგ მივმართეთ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს. 22 წლის 26 სექტემბერი. მათი პასუხი: გამარჯობა, თქვენ წერილში წამოჭრილი საკითხების სცილდება ჩვენი ინსტიტუტის პროფილს. თუ შეიძლება მიმართეთ ბატონ ვახტანგ გლიჩერს. შემდეგ იყო ბატონი გიორგი, ენათმეცნიერი, 29 სექტემბერი. სამწუხაროდ მე დიდი ხანი აღარ ვარ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ამიტომ ვერ დაგეხმარებით. პიროვნულად მე ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე მუშაობ. პალეოგრაფიაში ვერ ვიქნები კომპეტენტური. ასევე ჩვენი პატივისცემა მას. შემდეგ ქალბატონი ლელა, 30 სექტემბერი. მისი პასუხი: გამარჯობა, სასიამოვნოა რომ დაინტერესდით გრაკლიანი გორის წარწერით და მიზნად დაისახეთ მისი ამოკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოს ჩატარებას საფუძვლიანად სჭირდება ლინგვისტური ენის ცოდნა და მეთოდოლოგია. თუ გსურთ თქვენს ნაშრომზე რეცენზიის მიღება, ამისთვის ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართოთ თესეუს კანცელარიას. ფაკულტეტის დეკანი განცხადების საფუძველზე თქვენს ნაშრომს გადასცემს კომპეტენტურ მკვლევარს, რომელიც მუშაობს პალეოგრაფიის საკითხებზე. მე მართალია ძველი ქართული ენის სპეციალისტი ვარ, მაგრამ პალეოგრაფიაში არ მუშაობ. თქვენი ნაშრომი რომ მცირე მოცულობისა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, არც პირადად მოგიმართავთ და მხოლოდ წერილით შემოიფარგლეთ. შევეცდებოდი წაკითხვას, მაგრამ საკმაოდ დიდია, დაახლოებით 45 გვერდია. თანაც საკითხიც პრობლემურია. იმედია გამიგებთ. დიახ, გაუგეთ ქალბატონ ლელას და აქედან უხდით მადლობას. გადასტურეთ მის მიმართ პატივისცემას. შემდეგ იყო ქალბატონი დარეჯანი, ასევე 30 სექტემბერი. მისი პასუხი: გავეცანით თქვენს მიერ გამოგზავნილ ფაილებს. თქვენ სწორად გესმით, რომ გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი წარწერების შესწავლა მულტიდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს. თქვენ მიერ ჩატარებული კვლევა და წარწერების გაშიფვრის თქვენეული ცდა საინტერესოა, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ზოგი საკითხის გაგება ჩემს კომპეტენციას სცილდება. მომიტევეთ. წარმატებას გისურვებთ ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ასევე განსაკუთრებული პატივისცემა ქალბატონ დარეჯანს. აი ასეთი ადამიანები შევაწუხეთ, მათგან კი პატივისცემა მივიღეთ. არ გეგონოთ, ქალბატონ დარეჯანს კომპეტენცია არ გააჩნდა. ის საუბრობდა გრაკლიანის დამწერლობის იმ ნაწილზე, რომელიც წარმოდგენილია სტელაზე და არის ასტრონომიული მონაცემები, რომელიც ჩვენ გავშიფრეთ. შემდეგი იყო თესეუს კანცელარია, 2 ოქტომბერი, 22 წელი. პასუხი: თხოვ განცხადების ბოლოში აუცილებლად მოაწეროთ ხელი და დააფიქსიროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი, რათა წელის მივცეთ სვლელობა. პატივისცემით თესეუს კანცელარია. ბოდიში მოვიხადეთ და კვლევა გავაგზავნეთ მოთხოვნილი დოკუმენტაციით. მათი პასუხი: გამარჯობა, თქვენი წერილის სარეგისტრაციო ნომერია, დაგვირეგისტრირეს 184-05-10-10-02. პატივისცემით თესეუს კანცელარია. მათაც განსაკუთრებული პატივისცემა ჩვენგან. შემდეგ კი საქართველოს კულტურის სამინისტრო, 10 ოქტომბერი. მათი პასუხი: მოგესალმებით, თქვენი განაცხადი მიღებულია რეგისტრაციის ნომერი 41-098. შემდეგ კი კავკასიის უნივერსიტეტი, 18 ოქტომბერი. მათი პასუხი: მოგესალმებით, ბოდიშით, მადლობა,
წერილისთვის. სამწუხაროდ ამ მიმართულების სპეციალისტი არ გვყავს უნივერსიტეტში. შემდეგ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 22 ოქტომბერი მათი პასუხი მოგესალმებით. გადავცემთ თქვენს ნაშრომს ინსტიტუტის სამეცნიერო კომიტეტსა. უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით, პატივისცემით. ამ ინსტიტუტიდან ასევე დაგვიკავშირდა ბატონი უჩა ტელეფონით და ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა, რაზეც უარი განუცხადეთ, რადგან სათანამშრომლო არაფერი იყო, ჩვენ უკვე გაშიფრული ჰქონდა წარწერები და ჭირდებოდა მხოლოდ მათი რეცენზირება. შემდეგ აჭარის კულტურის სამინისტრო, ასევე მივმართეთ საქართველოს მთავრობის კანცელარიას და განათლების სამინისტროს. მათაც უხდით დიდ მადლობას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. შემდეგი ბატონი გურამით 16 ნოემბერი. შემდეგი ტელეკომპანია რუსთავი 2 6 დეკემბერი. მათი პასუხი მოგესალმებით. კვლევა გადაგზავნილია ბატონ თომასთან. განიხილავს და შესაბამისად იმოქმედებს. გმადლობთ. ასევე მადლობა მათ. შემდეგ ისე დავუკავშირდით თესეულს და ვთხოვეთ ჩვენს კვლევაზე განმეორებითი რეცენზირება. 13 დეკემბერი. მოგესალმებით. თქვენი წერილი გადამისამართებულია რექტორის მოადგილესთან, სამეცნიერო დეპარტამენტში და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. საბოლოო პასუხი ამ ეტაპზე კანცელარიაში გადმოცემული არ არის. ამიტომ თქვენ წერილთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ადრესატებს. თქვენს მეილსაც გაუგზავნით მათ. პატივისცემით თესეულის კანცელარია. მოგვიანებით მოგწერეს. მოგახსენეთ, რომ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არ ყავს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი წარწერის გაშიფრვას. სასურველია მიმართოთ საყოველთაოდ აპრობებულ გზას. თქვენი სტატია შესთავაზოთ მაღალ რეიტინგულ ჟურნალებს პუბლიკაციისთვის. ამ სახით მოხდება თქვენი სტატიის ინტერნაციონალიზაცია და მიიღებთ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან გამოხმაურებას. აი აგერ არის ეს წერილი. ასევე არის ილიაუნის წერილი აგერ და წაგიკითხავთ რა მოგწერეს. გაცნობებთ ილიაუნი, გაცნობებთ, რომ გრაკლიანი გორის ისტორიულ წარწერებს შეისწავლის თესეულის პროფესორი ბატონი ვახტანგ ლიჩელი. კოლეგებთან ერთად მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში ჩამული არ ყოფილა ილიაუნის უნივერსიტეტის არც ერთი პროფესორი. შესაბამისად მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკითხი განსახილველად გადაეგზავნოს პროფესორ ვახტანგ ლიჩელს. შემდეგ ბატონი ვახტანგი, თქვენი ნაშრომების შეფასებას მე ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ მე მსურს მივიღო საყოველთაოდ აღიარებული დეშიფრირების შედეგი, რომელიც არანაირ კითხვებს არ ბადებს. გისურვებთ წარმატებას. პატივისცემით ვლიჩელი. აღიარებამდე საჭირო იყო კვლევების რეცენზირება, რასაც ვერ მივაწიეთ სპეციალისტების არყოლის გამო. კვლევა ასევე გაუგზავნეთ ამერიკისა და ევროპის საელჩოებს, ცნობილ წამყვან უნივერსიტეტებს, თითქმის ყველას, ბიბლიოთეკებს. ერთმა კარგმა ადამიანმა გვითარგმნა ინგლისურად. მათ მოგწერეს, რომ არ ყავდათ ქართველოლოგი, პალეოგრაფები და ჩვენი კვლევების რეცენზირებას ვერ შეძლებდნენ. ირჩიეს მიგვემართა ქართველი მეცნიერებისთვის. ესე იგი, ვისაც მიმართეთ აქ, რომ მათი სრული ჩამონათვალი წავიკითხოთ, ერთი კვირა არ გვეყოფა. იმდენია. ეს კვლევები დევს სოციალურ ქსელებში. კვლევები გაუგზავნეთ ცნობილ ტელეკომპანიებსაც, მაგრამ ჯერ პასუხები არ მიგვიღია. გარდა რუსთავი 2-სა მოგახსენეთ, როგორც შეგვეძლო, კვლევები ისე გავასაჯაროეთ. ამიტომ მიმართავთ მათ, ვისაც სრული გააჩნია ჩვენი გაქილიკებისა, ტყუილად ცდილობთ. ყველა წერილი და დოკუმენტაცია ინახება ჩვენთან. თანავთ ვასაჯაროებთ, რათა შეწყდეს თქვენი მხრიდან თავდასხმები და ეჭვის გამოთქმები ამ საკითხებზე. ამასთან თხოვთ ყველას
არ გამოიყენოთ ჩვენი კვლევები, ჩვენი ნებართვის გარეშე, თუ გსურთ მომართვა, მოგმართეთ. ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი გაშიფრასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. დიახ, ისევ დაგიდასტურებთ გრაკლიანის წარწერები, სვეტიცხოვლის წრიული ფრესკა, ბაშპლემის ფილის ტექსტი, ჩვენი გაშიფრულია. უფრო მართებულად ალექსანდრესი, სანდროსი, მე კი ღვთოვანმა ადამიანმა ღირსეული თანაშემწეობა გაუწია და 100%-ით ვართ აწუნებულნი სიმართლეში. ასევე მუშაობთ ფესტოსის დისკოს გაშიფრვაზე. ამის შემდეგ 2023-25 წლებში დავიწყეთ კვლევების გაგზავნა მოქალაქეებზე, რომლებიც ვიკავშირდებოდნენ სოცქსელებში. რამოდენიმე ასეული ელექტრონული ვერსია გვაქვს გაგზავნილი. კვლევები ასევე გაუგზავნეთ საქართველოში მოქმედ ცნობილ დიდ საწარმოებს, მათაც დიდი მადლობა. მაშასადამე ჩვენ სათითაო სიმბოლოების მიხედვით წარმოგიდგინეთ გაშიფრული წარწერები და ტექსტები, ვისაც შეუძლია მათი კვალიფიციური რეცენზირება. კიდევ ერთხელ ბოდიშით გამეორდებით. ხოვნით, შეაფასეთ, ჩვენ არაფერს მალავთ, ყველაფერი ხელის გულზე დევს. დასკვნა, ასე რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ყველა შეეტყო ჩვენი კვლევების შესახებ. თქვენი პროვოკაციები არავის აშინებს. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვერაფერს გახდებით. უძველესი ტექსტები და წარწერები ჩვენს მიერ სწორად არის გაშიფრული. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყველა დაწესებულებას და მეცნიერს, ვისაც აქ ვისაუბრეთ. მათი მხრიდან ჩვენ ვიგრძენით დიდი სითბო და პატივისცემა. ასევე მადლობა თქვენ, ჩვენო მაყურებელო, ვინც დაიჯერა ჩვენ და გვეხმარება კვლევების გავრცელებაში. შემდეგ ვიდეოებში კიდევ უფრო ვრცელ მასალებს წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გაშიფრულ უძველეს წარწერებზე. გთხოვთ, გადახვიდეთ ჩვენ არხზე, გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ვიდეოებს. დიდი მადლობა.